225 ვიდეო ჯარიმა აქვს მძღოლს, რომელმაც გაიტანა გორში დედაშვილი. ისინი სამწუხაროდ გარდაიცვალნენ. მძღოლი იყო არაფხიზე მდგომარეობაში და მას აქვს თურმე ჯარიმები მიღებული სიჩქარის გადამეტების ფაქტზეც. აი როგორ გონიათ ჩვენ რომ სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ. ასეთი მძღოლი, ასეთი პოტენციური მკვლელი, რომელსაც ასეულობით ჯარიმა აქვს მიღებული. იქნებოდა მას ეკნებოდა მანქანის ტარების უფლება? ნამდვილად არა, მას ან მანქანა შემოართმევდნენ აქამდე, ან შესაძლოა დაეკავებინათ კიდევაც. ყოველ შემთხვევაში სამართლებრივი სახელმწიფო აუცილებლად იცავს თავის მოქალაქეებს ასეთი პოტენციური მკვლელებისგან. მაგრამ ქართული ოცნების საპატრულო პოლიციას და სხვა სამართალდამცავებს საფიქრალი სხვა რამე აქვთ. ისინი დევნიან პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს და საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი სიცოცხლის ცხოვრების უფლება მათ საერთოდ არ ადარდებთ. ამიტომ ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.